მოგესალმებით, მე ვარ დავით რატიე, თავაზობ Chevrolet Cruze LT-ზე 2014 წლიანს. ანუ ეს არის მაქსიმალური კომპლექტაცია ამ მოდელის. ახსნი თუ რატო არის ეს ავტომობილი პრობლემატური. 2010 წლიდან 2011, 12, 13, 14 და 2015 წლიანი არის ეს მოდელი, ანუ ეს ფორმა. და ამ მოდელებში ეს არის პირველი თაობა Chevrolet Cruze. ამ თაობა Cruze პრობლემა აქვს წყლის სისტემაზე. და ხალხმა აიკვიატა ეს, რომ ესე იგი Cruze პრობლემები აქვს. ნამდვილად აქვს ამ ავტომობილებს პრობლემა პირველ თაობას გულისხმობ და მეორე თაობა რაც არის 2016-დან ახალი მოდელები, ახალი ძრავებით ისინი არის იდეალური. ამათ აქვს პრობლემები რეალურად. საქართველოში ადამიანებს შეყავთ ერთმანეთის შეცდომაში. ანუ ზოგი იძახის კარგია, ზოგი იძახის არ ვარგა, ზოგი იძახის ესე იგი მე მყავს და წლებია მყავს და არანაირი პრობლემა არ ხონია, მაგრამ რეალობა არის ასეთი. ყველა ავტომობილი რაც არსებობს, ახალი იქნება ეს თუ ძველი, ყველა ავტომობილს აქვს პრობლემები. უბრალოდ სიმართლეს გაიგებთ იმ შემთხვევაში, როდესაც გეყოლებათ ავტომობილი და მოიხმართ. როგორც ყავს ავტომობილი, Toyota იქნება ეს, Mazda იქნება, Chevrolet იქნება თუ სხვა ბრენდები და იძახიან, ესე იგი, არანაირი პრობლემა არ აქვს. ყოფილა ასე შემთხვევა, ეს ხალხი შემდეგ გვინახავს პროფილაქტიკებში, სხვადასხვა სახელოსნოებში, უხერხულ სიტუაციებში ვარდებიან შემდეგ და ყველამ თქვა სიმართლე რა არის და რა პრობლემები აქვს ავტომობილებს. ყველა ავტომობილი არის პრობლემური და ყველა ავტომობილს აქვს თავისი მინუსი. იგი აქ არის 1 და 4 ტურბო ბენზინი 138 ცხენი ზალა 125 ნიუტონ-მეტრი. რაც შეეხება პრობლემებს, ძირითადად აყენია პლასმასის დეტალები. თერმოსტატიც არის პლასმასის და ამიტომაც ფუჭდება ადვილად. ვენტილატორის რელე არის აქ. თერმოსტატი აყენია აქ და აქვე აყენია პომპა. შემდეგ არის ასევე EGR-ის დატჩიკი, აი ეს დეტალი. თუ ეს დეტალი გაფუჭდება, უნდა შეიძინოთ ახალი, მეორადი არ დააყენოთ. ერთი პრობლემა კიდევ, რასაც გირჩევთ, საწვავი არ ჩაასხათ და არ ჩაასმევინოთ არავის, სანამ ავტომობილი არ იქნება ჩამქრალი. ანუ დაქოქილზე არც ერთ შემთხვევაში ეს ხუთი არ უნდა გაიხსნას. როდესაც ჩაქრება ავტომობილი, შემდეგ გახსენით და ჩაასმევინეთ საწვავი. საწვავის ავზიდან ამ დეტალს ამოაქვს ზედმეტი წნევები, ანუ ზედმეტი ჰაერი რა. და ეს დეტალი ფუჭდება. აი ეს პრობლემები აქვს ძირითადად 4-5 დეტალის პრობლემა ამ ძრავებს. გაითვალისწინეთ ეს დეტალები, შეცვალეთ, სადაც ეს ყველაფერი ჯამში ახლები რომ შეიძინოთ, არის სადაც 500 ლარამდე. თავის ხელოსნიან შეცვლიან ყველაფრიანად. გირჩევთ თუ არა შეძენას ამ ავტომობილის. გირჩევთ იმ შემთხვევაში, თუ აი ამ 5 დეტალს, 5 რა ვენტილატორის რელეს პირველი, მეორე თერმოსტატი ყველა ვარიანტში უნდა შეცვალოთ და ახალი, კარგი ხარისხი და ჩინური არ დააყენოთ. მესამე პომპა შეცვალეთ და თუ სისველი აქვს რავს, ის გალოტის პრაგლატკა შეცვალეთ და მეხუთე, არც ერთ შემთხვევაში არ ჩაასხმევით არავის საწვავი დაქოქილზე, ავტომობილი უნდა იყოს გათიშული და ასე უნდა ჩაისხოს საწვავი. ამ მხრივ ამ პრობლემებს თუ მოაგვარებთ, 500 ლარის პრობლემაა ეს შეძენისას, ანუ ამერიკიდან რო ჩამოიყვანო და აქ მოაგვაროთ ეს პრობლემა, დანარჩენი სავალი ნაწილები კარგია, ყველანაირად კომფორტული არის, მუშა არის და უნდა გაითვალისწინოთ ეს პრობლემები. თუ ხელოსნები გინდათ, მე არავის არ უკეთებ რეკლამას, აქედან გამომდინარე, უნდა იპოვოთ
კარგი ხელოსანი, რომელმაც იცის რა არის ავტომობილის ძრავი და თქვენ არ დაგისვათ კითხვას რომელი დეტალი რა არის, ნუ დაურყევლობაში არ იქნეთ. აქ არის სავარძელების გათბობა, მულტირული, სტარტ-სტოპი, ასევე ამ მოდელს აქვს გასაღებით დაქოქვა. გასაღებით შეგიძლიათ შორიდან დაქოქვა. Chevrolet Cruze-ში არის ესე იგი LSC ვერსია, Cruze LSC, Cruze LT, LT1, LT2, LT RS და LT-Z RS. ანუ LT-Z RS არის ეს. კონკრეტულად ეს ავტომობილი მაქსიმალური კომპლექტაცია არის ეს. დანარჩენი ეს არის 7 ინჩიანი ეკრანი, touch screen-ი, ოღონდ ცოტა მუშაობს ნელა. ცოტა კი არა ნელა მუშაობს, ხლაც სწრაფი არ არის. ასევე აქვს უკანა ხედვის კამერა, ნორმალური ხარისხია. არის 6 ინჩიანი გადაცემათა ყოლოფი, ესე იგი D წინ წასვლა, ნეიტრალური, ნეიტრალი და R უკან გადართვა და ასევე შეგიძლიათ თითო-თითოდ გადართოთ წინ უკან. როგორც მექანიკა, მაგრამ თქვათ მექანიკის ხასიათს ვერ გაისწორებ. ჯამში რო ვთქვათ, ეს ავტომობილი არის კარგი, ნორმალური ხარისხის დეტალებით. უბრალოდ აი ეს პრობლემები, რაც ვისაუბრე ვიდეოში, უნდა გაითვალისწინოთ და მოაგვაროთ თავიდანვე. არ გქონდეთ იმის იმედი, რომ ცოტა ხანი ვივლი, ცოტა ხანი ვიმოძრავე, გაგიფუჭდება და უფრო დიდ პრობლემებში აღმოჩნდებით. ზეთი უნდა შეცვალოთ, კარგი ზეთი უნდა ჩაასხათ, ზეთი კარგი ჭირდება, ტურბო არის და მაღალი წნევები არის ამ ზრავში. და საკმაოდ სწრაფიც არის თავის წონასთან შედარებით, წონა 400 არის, თუ ავწდები დაახლოებით, რა. აჩქარებაც კარგი აქვს და კარგად დადის რა, აი ადვილად არ თამაშობს. როგორც ამ ავტომობილის კონკურენტებს შევიათ. Mazda 3-ზე მაქვს საუბარი და Toyota Corolla-ზე. ქალაქში წვა ამ ავტომობილს, ანუ 1.4 ტურბოებს აქვს 9-10 ლიტრა. ავტობანზე კი 6-7 ლიტრი. ზომიდან და წონიდან გამომდინარე ნორმალური წვა აქვს. თუ მაინც გნებავთ კიდე თუ არა გაზის დაყენება, გაზის დაყენების შემთხვევაში უნდა შეიძინოთ 1 და 8 პრასტოი ძრავი. ანუ ქარხნულად 1 და 8 ძრავი რაც არის, ანუ ძრავი არის რემენზე რა, რემენი უნდა შეცვალოთ ძრავის დროულად და იმ ძრავებს ნაკლები პრობლემები აქვს, იმიტომ რომ დაბალ წნევაზე არის გათვლილი და დაბალ წნევაზე არის შექმნილი. ძირითადი პრობლემა ამ ძრავებს აქვს 1 და 4 ტურბოებს. დამატებითი ინფორმაციისთვის თუ რაიმე გამომჩა მთავარი, შეიძლება დამიკავშირდეთ და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. არ არის პრობლემა. არ გზამდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.